200 წლის განმავლობაში ის უმაღლესი შენობის ტიტულს ატარებდა. ეს სტრასბურგის კათედრალია და მისი მშენებლობა 1015 წელს დაიწყო და საუკუნეებს გასტანა. სტრასბურგს უკვე მეოთხედ ვსტუმრობ და ჩემთვის ყოველჯერზე გასაოცარია ამ შენობის დეტალიზაცია. თუმცა თქვენ შეამჩნევდით, რომ შენობა სრულიად სიმეტრიული არ არის. გარე ფასადს რომ თავი დავანებო, შიგნიდანაც ულამაზესია ეს კათედრალი. დღემდე მიჭირს გავიაზრო თუ რამ ხელშრომაა ჩადებული ასეთი წვრილმანი დეტალების დამზადებასა და სკულპტურების შექმნაში. მას შემდეგ რაც შიგნით შეიხედავ, ულამაზეს ვიტრაჟებს დაინახავ. თუ დააკვირდები, ისინი ბიბლიურ ისტორიებს მოგიყვებიან. იმიტომ რომ იმ დროს, როდესაც მათ ქმნიდნენ, ადამიანების უმეტესობამ კითხვა არ იცოდა. გასაოცარია, რომ ეს ყველაფერი ადამიანებმა თავიანთი ხელით შექმნეს თანამედროვე ტექნოლოგიების, ელექტროობის თუ კომპიუტერის გარეშე. ჩემთვის ეს კიდევ უფრო ფასდაუდებელს ხდის ამ შენობას. როგორც ხედავთ, აქ ასტრონომიული საათიცაა, რომელიც ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. ის არა მხოლოდ დროს, არამედ სრულ ასტრონომიულ ინფორმაციასაც იძლევა. ამას გარდა მოძრავ ფიგურებს შეიცავს. დარწმუნებული ვარ, სტრასბურგში მოხვედრისას კათედრალს აუცილებლად ეწვევით და მჯერა, რომ ისევე შეგიყვარდებათ ის, როგორც მე შევიყვარე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კათედრალზე ზემოთაც შეგიძლიათ ასვლა.